მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს უფრო სწორად სერიალს არა, მაგრამ სერიალს მივაფუძნებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი რაღაცაა. როგორც მე მივხვდი, მეხუთე სეზონის მე-14 სერიას ამ ლექსის სახელი ქვია თუ არა უბრალოდ რამეს ნიშნავს ეს სიტყვა ისეც რაც მე არ ვიცი გავარკვევ მოკლედ რა აუცილებლად გავარკვევ. ყოველ შემთხვევაში ეს არის ოზიმენდიას ახლა ნახავ ავტორს პერსი შეილის ოზიმენდიას წაკითხული ბრაიან კრენსტონის მიერ ვოლტერ უაიტის მსახიობის მიერ. საინტერესო იქნება რამე ხაც კლიპის პონჩი უნდა მენახა, მაგრამ როგორც ჩანს კლიპი წაიშალა. სამწუხაროა. მაგრამ ხო ვნახოთ რაც არის ის. წესით საინტერესო უნდა იყოს. ვნახოთ რაზე იქნება ლექსი, როგორღაც დაუკავშირდება მძიმე დანაშაულს, ზოგადად ცხოვრებაზე იქნება ადამიანის ვინც დაწერა ეს თუ ზოგადად ცხოვრებაზე ხალხის არ ვიცი, მაგრამ საინტერესო იქნება და მაინტერესებს ბრაიანი როგორ წაიკითხავს. კაი. დავიწყეთ ოზიმენდიას ბრაიან კრენსტონის მიერ წაკითხული 3-2-1 go. I met a traveler from an antique land who said, Two vast and trunkless legs of stone stand in the desert. Near them, on the sand, half sunk, a shattered visage lies, whose frown and wrinkled lip and sneer of cold command tell that its sculptor well those passions red which yet survive, stamped on these lifeless things. The hand that mocked them and the heart that fed. And on the pedestal these words appear. My name is Ozymandias, King of My name is Ozymandias, King of Kings. Seriozულად ამას ნიშნავს Ozymandias. Remains round the decay of that colossal wreck, boundless and bare, the lone and level sands stretch far away. კარგად კითხულობს ძალიან. ეს იყო? კაი, იყო ძალიან. ვაუ, ესე იგი ეს იყო ოზიმენდიას ბრაიან კრენსტონის მიერ წაკითხული. ვაუ, ძალიან მაგარი ლექსი იყო. აი ეს შუა ნაწილი რომ My name is Ozymandias, the King of Kings. ვაუ, მეთქი საჰოლ. მეფეთ, ანუ Ozymandias ნიშნავს მეფეთ მეფეს. გავითვალისწინებ. დავიმახსოვრებ, ანუ ვაუ, ძალიან მაგარია. ძალიან მომწონს როგორც არჩევენ ამ სერიალისთვის სერიების სათავეებს რა. აი ძალიან მაგარია. ძირითადად 90% ტაიტლ დროპები არის ან სერიაში რო ამბობენ თვითონ სერიის სათავეს. რა, მაგრამ მომენტში ნამიოკებია რა, შესატყვისები ან სიტყვის სინონიმები, მაგალითად ფინალურ სერიაზე ვიცი ფელინა რაღაცა, ანუ მაგას მე ვიტყვი ფინალის დროს რა, რაც ვიცი. მაგრამ ხო, ძალიან მაგარი იყო. ბრაიანის მაგრად კითხულობს, თუ სახიობია ასეთი და კარგად წაიკითხავს ამას იზავს. კაი, დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ლექსი, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და გააქტიუროთ ზარი. მადლობა ყველას. ნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.